ციფრული გადახდების ამერიკულმა პლატფორმამ PayPal-მა OpenAI-სთან გააფორმა შეთანხმება, როგორც მაყურებელს დავპირდით, ფაქტობრივად რუბრიკად გვექცა OpenAI-სთან დაკავშირებული სიახლეები და ამ შემთხვევაში ეს სიახლე არის საკმაოდ გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ვაჭრობს ციფრულად, კარგად ცნობს, მით უმეტეს გეიმინგ ინდუსტრიაში კარგად ცნობს, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა PayPal-ი, არა მარტო გეიმინგ ინდუსტრიაში ცხადია, თუმცა PayPal-ის და ChatGPT-ის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც დიდი წილად არის დამსახურება სემ ოლტმენის, რომელმაც გააფორმა შეთანხმება ამ უმსხვილეს კომპანიასთან, თავის დროზე Elon Musk-თან დაკავშირებულ კომპანიასთან და რაც მოიცავს, ეს უნდა განუმარტოთ მაყურებელს. თუ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვახსენეთ, რომ ChatGPT-ში დაემატა Booking.com-ი, ასევე Spotify, ახლა დაემატა პირდაპირი გადახდის მეთოდი. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითისთვის Booking.com-ში ჩვენ ავკრიბავთ ასე პირდაპირ ChatGPT-ში მივთითებთ, რომ გვინდა რაღაც კონკრეტული ადგილის დაჯავშნა, პირდაპირ პლატფორმაშივე ყოველგვარი სხვა სივრცეში გასვლის გარეშე, თუ გვექნება ანგარიში PayPal-ის მასთან მიმაგრებული, პირდაპირ ChatGPT-შივე განვახორციელებთ გადახდას. ეს არის, არ ვიცი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული OpenAI-ის და ზოგადად ChatGPT-ის მიერ. და მე ერთი სული მაქვს, როდის გამოვცდი ამას, იმიტომ რომ ყოველთვის მქონდა არა მარტო მე, არამედ ბევრ ადამიანს მქონდა სურვილი, რომ არ ყოფილიყო ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებული ეს გადახდები, მით უმეტეს როცა ასეთი დიდი ბაზა აქვს ორივე კომპანიას და როცა შესაძლებელია რომ ორივე მხარე ვისარგებლოს ამ პრივილეგიით, მე მგონი ძალიან სწორი შეთანხმება გაფორმდა მხარეებს შორის და უახლოეს მომავალში ბევრი ადამიანი ნახავს აქედან სარგებელს. მე მგონი ამჟამად საქართველოში ეს ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში ცხადია ყველა ChatGPT-ის მომხმარებლისთვის იქნება ის ხელმისაწვდომი.